მეოცნებე ნიამორები, ასე ჰქვია ლიტერატურულ კონკურსს, რომელიც მწერალთა სახლის მხარდაჭერით ხორციელდება და ცისფერ ყანწელთა ხსოვნას ეძღვნება. უფრო მეც კონკურსის შესახებ ნინგელაშვილი მოგუყვება, რომელიც მწერალთა სახლს სტუმრობდა და შეხვდა კონკურსის დამფუძნებელს და ნახავთ, რა თქმა უნდა, ინტერვიუს. დილამშვიდობისა. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო კონკურსის შესახებ მინდა მოვუყვე ჩვენს მაყურებელს. მეოცნებე ნიამორები. ასე ეწოდებოდა ჟურნალს, რომელიც მე-20 საუკუნეში საქართველოში გამოიცემოდა და ქართულ სიმბოლისტთა გაერთიანებას ყველასათვის კარგად ცნობილ ცისფერყანწელებს ეკუთვნოდათ. მწერალთა სახლმა და ფონდმა ცისფერყანწელთა ხსოვნისთვის ცისფერყანწელთა ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადეს. ლიტერატურული კონკურსის განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. თუ საიდან დაიბადა ამ პროექტის იდეა, რა მიზანს ემსახურება და ვის შეუძლია კონკურსში ჩართვა, ამის შესახებ ფონდის ცისფერყანწელთა ხსოვნისთვის დამფუძნებელი ნინო ჩხიკვიშვილი მოგუყვება. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო. სანამ კონკურსზე საუბარს დავიწყებთ, მინდა კითხოთ ზოგადად ქართულ სიმბოლისტთა გაერთიანების ცისფერყანწელების შესახებ. რა მნიშვნელობა აქვს მათ ქართულ ლიტერატურაში და ზოგადად როგორ და საიდან შეიქმნა ცისფერყანწელები? მოგესალმებით და გმადლობთ, რომ დაინტერესდით ამ კონკურსით. ცისფერყანწელები აი წელს, უпростრად მომავალ წელს, 2026 წელს გახდება 110 წელი. თებერვლის ბოლოს, როცა ოფიციალურად ესე იგი ოფიციალური განაცხადი გააკეთეს ჩვენმა ცისფერყანწელებმა და ამ ყველაფრის სათავეში პაოლო იაშვილი იდგა საფრანგეთიდან ახლად ჩამოსული და მოდის საქართველოში, როცა თითქმის ესე იგი რა ხდება, დაცლილია ქართული სალიტერატურო სივრცე ეროვნული და ამავე დროს ორიგინალური ლიტერატურისგან. ეხლა ამას რო ვამბობ, გულისხმობ რას? ვაჟა-ფშაველა აღარ არის. გარდაიცვალა აკაკი წერეთელი და როგორც ცისფერყანწელები ამბობდნენ და მათ შორის უკანასკნელი ცისფერყანწელებს ხშირად უთქვას ჩვენთვის კოლავ ნადირაძეს, რომ პროვინციალიზმმა და საშინელმა გავლენამ დაისადგურა ქართულ ლიტერატურაში და სწორედ ქართული ლექსის რეფორმის პრეტენზიით მოვიდნენ ცისფერყანწელები იმდროინდელ ქართულ სალიტერატურო სივრცეში და მათი მიზანი იყო ასეთი დევიზი, უფრო სწორად თქვათ ესე, გავმართოთ ქართული ლექსი ევროპული რადიუსით. და არა მარტო ლექსი, ასევე პროზა. და საერთოდ ქართულ ლიტერატურაში ახალი სიო, ახალი ხმა, ახალი აზროვნების პრეტენზიით, ესე იგი შემოსტანის პრეტენზიით მოვიდნენ ცისფერყანწელები და ამ ყველაფრის სათავეში, როგორც აღნიშნეთ, იდგა პაოლო იაშვილი. ეხლა მე ისტორიულ ადგილას ვდგევარ, მაგონდება ის ფოტო პაოლოსა და ტიციანი რო დგანან მარჯანიშვილთან ერთად, აი სწორედ აქ დგანან ისინი და რაღაცა სიმბოლურია, ჩვენ აქედან მათ ვეხმიანებით. საუკუნეზე ცოტა მეტია გასული, მაგრამ ისინი დღეს უფრო მეტად თანამედროვენი არიან, ვიდრე არასოდეს, ვიდრე ადრე, ასე მგონია. ეხლა რაც შეეხება თვითონ პრემიას, ეს იდეა ძალიან დიდი ხანია მაქვს. ეხლა არ მინდა იმაზე მოვუყვე და რა იყო, როგორ იყო, ვისთან მივედი, როდის მივედი და როდის მივიღე დაპირება, მაგრამ გაწმილება მოყვა ამ დაპირებას და მე ეთყობა მართლაც ყველაფერს აქვს თავისი დრო, თავისი ჟამი და აი მახს რომ მოვედი ქალბატონ ქეთისთან და ვესაუბრე, ერთადერთი რაც პასუხად მივიღე ეს იყო, რომ დაწერე განაცხადი, შემოიტანე. ეს იმის ნიშანი იყო, რომ კონკურსი ჩატარდებოდა და ეს კონკურსი უშუალოდ ეხება მხოლოდ და მხოლოდ ცისფერყანწელების კონცეფციიდან, მათი ლიტერატურული სოფხედელობიდან გამოვდივართ. ამიტომ პოეზიაში ვაცხადებთ სონეტის კონკურსს. მოგეხსენებათ ეს რამდენიმე სალექსო მყარი ფორმა შემოიტანეს ცისფერყანწელებმა და მათ შორის იყო სწორედ სონეტი. მეორე არის მცირე პროზა, მინიატურა, რომლის ვიტყოდი არ მომერიდება, დიდოსტატი იყო სანდრო ცირეკიძე და რო არა მისი ადრეულ გარდაცვალება, ის ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, ალბათ ძალიან საინტერესო პროზის ოსტატი გვეყოლებოდა და მესამე
რომლის სახელწოდებაც ძალიან მომწონს. რა კი ის ისევ და ისევ პაოლო იაშვილს უკავშირდება და მას ქვია ქაიანური, არც მეტი, არც ნაკლები ქაიანური და ვინც იცნობს ცისფერყანწელთა შემოქმედებას, ალბათ ისიც იცის, რა სიტყვა ეს, უпростоრად რას უკავშირდება ეს ეხლა თანამედროვე ტერმინით რო ვთქვათ, პერფორმანსი. ორიგინალური და სიმბოლურია როგორც თქვენი ნომინაციები, ასევე ამ კონკურსის სახელწოდება. მე ვსაუბრობდი დასაწყისში, რომ ცისფერყანწელთა გაზეთს ერქვა მეოცნებე ნიამორები და ეს სათაურიც ამ ლიტერატურულ კონკურსს ალბათ სიმბოლურად შეურჩიეთ, ხო? ბუნებრივია, გაზეთს არა, ლიტერატურულ ეს ჟურნალს ერქვა და ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი იყო, ესებიც იბეჭდებოდა, რა თქმა უნდა, და ვალერიან კაფრინდაშვილი დგა ამ ყველაფრის სათავეში და ესეც სიმბოლური სახელწოდება მეოცნებე ნიამორები. რა ვიცი, მე მგონი კეთილხმოვანია ეს ყველაფერი და ნახოთ რა იქნება. საინტერესო გამარჯვებულები, რამდენი გამარჯვებული გამოვნდება? თითო ნომინაციაში თითო გამარჯვებული იქნება? დიახ, თითო ნომინაციაში თითო გამარჯვებული, წეღანაც გითხარით, არ გვაქვს პირველი, მეორე პრემია. მხოლოდ ერთი გამარჯვებული გვეყოლება და ვფიქრობ, არც ისე ურიგო თანხა იქნება ჰონორარის სახით. აი ნახოთ, ასაკი არ არის შეზღუდული, ჩვენ ამაზე ძალიან დიდ ხავში ვსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ასაკი არ ყოფილიყო შეზღუდული და ხო, წელს ეს არის რაღაცა, მე ვფიქრობ, ისტორიული, იმიტომ რომ პირველად ცხადდება ეს კონკურსი და იმედია ეს იქნება ყოველ წელიწადს განმეორდება კი არა, ყოველ წელიწადს გამოცხადდება ეს კონკურსი და იარსებებს მათი ხსოვნისათვის. დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაგრძელდება წლების განმავლობაში ეს პროექტი. ძალიან დიდი მადლობა. მეც იმედი მაქვს. ჩვენს მაყურებელს სანამ დავიმშვიდობები შევახსენებ, რომ კონკურსი, რომლის სახელწოდებაც არის მეოცნებე ნიამორები, განაცხადების მიღება 15 იანვრამდე იქნება შესაძლებელი, ხოლო დაჯილდოება 2026 წლის 28 თებერვალს გაიმართება. ხო, ესეც სიმბოლური თარიღია. დიახ. ესეც სიმბოლური თარიღია, რა კი სწორედ 110 წლის წინათ 28 თებერვალს გამოიცა მათი პირველი ჟურნალი ცისფერი ყანწების პირველი ნომერი. სულ ორი ნომერი გამოვიდა და პირველი ნომერი თებერვლის ბოლოს 28 თებერვალს გამოვიდა. ძალიან დიდი მადლობა.